თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 ხვალ 28 მაისს გაიხსნება და 4 დღეს გასტანს. Მას ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალურად მისი ორგანიზატორი თინა თიმბერიაშვილი გვესაუბრება. მოგესალმებით, მაკა კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ტრადიციული ღონისძიება ასეთი საყვარელი დამთვალიერებლისთვის კიდევ ერთხელ მე-17 გაიხსნება ხვალ. მიმდინარეობს მზადება, დღეს ვამთავრებთ ბოლო დეტალებს. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც ყოველ წელსაც გვყავს ძალიან ბევრი მონაწილე, 60-მდე მონაწილე არის დარეგისტრირებული, როგორც გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. Am მონაწილეთა სიმრავლე განაპირობებს იმას, რომ ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ ძალიან მრავალფეროვან ლიტერატურას, ყველა ჟანრის ლიტერატურას, ექნება ძალიან ფართო არჩევანი და რაც მთავარია, ჩვენი გამომცემლები განსაკუთრებული ფასდაკლებებით შესთავაზებენ მათ წიგნებს. ეს ცნობილი არის და ვიცის უკვე ძალიან კარგად ჩვენმა დამთვალიერებლებმა, ასე ვთქვათ, რომ ამ დღეების ფარგლებში რა ფასდაკლებად შეუძლია რომ მიიღოს, ისეთი წელიწადის სხვა არც ერთ დღეს არ არის. ეს ხო რაც შეეხება ფასდაკლებებს. რამდენადაც ვიცი, თვითონ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი არის სხვა ღონისძიებები. დიახ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველ წელს შინაარსობრივი პროგრამაც საკმაოდ გატვირთული არის. 4 დღის განმავლობაში სცენა სულ დაკავებულია, 40-ზე მეტი ღონისძიება არის ჩანიშნული. ამ ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალი ჩვენს მკითხველებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ Facebook გვერდზეც ნახონ, ჩვენთან პირდაპირ ქართული ასოებით არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. რაც შეეხება მაინც მოკლედ რომ გავაცნოთ თუ რა ტიპის ღონისძიებები არის დაგეგმილი, ძირითადად არის ეს ახალი წიგნების, ანუ ახალი გამოცემების პრეზენტაციები, როგორც ქართველი ავტორებისას, ასევე ახალი თარგმანებისა. ასევე არის სხვადასხვა დისკუსიები, ლექციები, საჯარო კითხვა, შეხვედრები ქართველ ავტორებთან, სხვადასხვა პროექტების ან სამომავლო პროექტების პრეზენტაციები. ასევე მრავლობითად გვაქვს წარმოდგენილი ძალიან საინტერესო და ისეთი გასართობი პროგრამა ჩვენი პატარა მკითხველებისთვის. თუმცა უშუალოდ სცენაზე გამართულ ღონისძიებათა გარდა 11-დან 7-მდეა ჩვენი სამუშაო დრო და 4 დღეს 11-დან 7-მდე პატარებს საბავშვო კუთხეც გაართობს. ეროვნული ბიბლიოთეკა არის პარტნიორი, ანუ საბავშვო კუთხის, სადაც მასწავლებლები იქნება კითხვა, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და ასევე მხატვარი ყავს მოწვეული, რომელიც ხატვას ასწავლის ბავშვებს და ეგრეთ წოდებულ სახეზე ხატვასაც მასწავლებს, იმიტომ რომ რაღაცა ბავშვებს მოწონს ძალიან და ერთობიან ხოლმე ვატყობ და ღონისძიებებს რაც შეეხება, ხო, ძირითადად მგონი ყველაფერი სრულად გითხარით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-17 წელია ტარდება ფესტივალი, ყოველ წელს გავთქვით ხოლმე რაღაცა სიახლე ვთქვათ საორგანიზაციო ან თემატური კუთხით. აი წელს თუ შესთავაზებთ რაიმე სიახლეს მომხმარებთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად შევთავაზებთ. ძირითადად ჩვენი სიახლე შემოიფარგლება იმით, რომ ძალიან საინტერესო საერთაშორისო სტუმრები მოვიწვიეთ, როგორც ქართველი მკითხველისათვის, ასევე თავად ამ სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, ან თავად გამომცემლებისთვის და წიგნის გამავრცელებლებისთვის. მოკლედ მოგახსენებთ, რომ ჩამოგვდის მთელი დელეგაცია არაბული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებიდან, შარჟას წიგნის ბაზრობის წარმომადგენელი და გამომცემლები 4 სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ძალიან სასიამოვნო არის იმ კუთხით, რომ ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს და ასევე ჩვენს ფესტივალს უფრო რაცა საერთაშორისო ფორმას მისცემს ამ კუთხით. ასევე საპატიო სტუმარი ყავს, რომელიც მე მგონი მკითხველსაც განსაკუთრებით გაუხარდება, იმიტომ რომ პავიჩის მოყვარული ბევრი ყავს, რამდენადაც მე ვიცი. ეს არის ცნობილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, იასმინა მიხაილოვიჩი, რომელიც თავის იტალიელ აგენტთან ერთად გვეწვია ფესტივალისთვის. ხვალ ის ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პირველ საათზე იგეგმება. და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ღონისძიებებს. პირველ საათზე ოფიციალურ გახსნაზე მოწვეული ყავს ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერები, კულტურის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია და ესე ყველა ერთად ვინც ვიზრუნეთ ამ ფესტივალზე გავხსნით და რა ვიცი, სამუშაოები ფაქტიურად დასრულებულია, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. გქონდათ კიდევ ერთი კონკურსი ამ ფესტივალის ფარგლებში. დიახ, შარშან დავნერგეთ ეს ტრადიცია ძალიან მოგვეწონა.
კარგად ჩაიარა, კატალოგსაც მოუხდა, ეს არის ბლოგერების კონკურსი, ეგრეთ წოდებული რეცენზიები, რომელიც საჯარო სივრცეში იდება, რომ ფესტივალისთვის ესეთი კონკურსი გამოცხადდა. გვაწოდებენ შემდეგ, ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო ნამუშევრები შედის თბილისის წიგნის ფესტივალის კატალოგში, რაც გულისხმობს იმას, რომ დარჩება და დარჩება ნაბეჭდის სახით და ასევე სპეციალური პრიზები გვაქვს, რომლებითაც პირველ 3 ადგილზე გასულებს ვაჯილდოვებთ. რა არის თემატიკა კონკურსის? თემატიკა კონკურსის არის, რომ რეცენზია აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი 2014-15 წლებში გამოცემულ რომელიმე ქართველი გამომცემლის მიერ გამოცემულ წიგნზე, მეტი არაფერი. წარმატებებს გისურვებთ, თინა, ბევრ მკითხველს და ბევრ საინტერესო ბლოგერს. წიგნის მოყვარულებს კი შევახსენებ, რომ სპეციალურად მათთვის შექმნილი ფესტივალი 22-დან 31 მაისის ჩათვლით ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ.